რად ნახა 10 ლარი 1 კილო ხორცი. იცი არ მიჭამია საუკუნია. ძვირი როა და იმიტომ 30 ლარი ღირს კილო ხორცი. 10 ლარი ღირს 9 კილო რბილი ხორციო. როგორ გეკადრება თქო უთხარი? რისი ხორცი თქო? რისი თქო კითხე? საქონლისა ღორისო. როგორ გეკადრება თქო უთხარი? კარგად არ გოულია ისე გავს მაგას. და იგი რა, მაგეთისთვის ფულიც არ ღირს არაფერი. გაქვთ იმედი რომ გაიაფთება რამე? რაზე ზრუნავენ? თავის თავზე. 10 ლარი არისო 9 კილო. აფიორა მაი. საქონლის გითხარი ბატონო თქვენს. მაგაზე დავუწერე კომენტარი, რომ თვითონაც კარგად იცის, რომ იტყვება და კობახიძეს ვერ მოვუწენე ეს აქციელი, იმიტომ რომ კარგი პოლიტიკოსია, ჩემი აზრით. როგორია? როგორც პოლიტიკოსი, საკმაოდ ჭკვიანი და მოაზროვნეა და გვატყუებს და თან გვიყურებს თვალებში. 10 ლარი ღირსო რეგლი კობახიძეა. საერთოდ ვერ ვყიდულობთ რაზეა საუბარი. რას? ხორცი მითხარით, ხო? ზედმეტია საუბარი და საერთოდ ძალიან ცუდი სიტუაცია. საერთოდ არ უყურებ ამ მთავრობას და არც მინდა მაგათთან დაიმე. გვატყუებენ? კი. გაქვთ იმედი რომ გაიაფთება საკვებ პროდუქტები? სანამ ეს მთავრობა იქნება, არაფერი არ გაიაფება. კობახიძე გუშინ ამბობდა რომ 10 ლარი ღირსო 9 კილო რბილი ხორციო, როგორც საქონლის ასევე ღორის ხორცი. სწორია? სწორია. ასე თქვენ ასე გიძულოთ? მე ასე ვგიძულობ. სად ღიდულობთ? იქნებ ჩვენც გვასწავლოთ. ან რუბო მარკეტიდან ნახავთ. რუბო მარკეტში ყველაზე ცოტა 35 ლარი 40 ლარი. ყველაფერი წინ იქნება, ნორმალურად ყველაფერი იქნება, ყველაფერი რიგზე. გამოყვებით რომ გვაჩვენებთ რომელ მაღაზიაში იყიდით ახლა. რა მნიშვნელობა მაღაზიაში რა მაშინ რუბოში იყიდი, მაგრამ 10 კილო ხორცი მე ხომ არის. თავარია მშვიდობა იყოს. 40 ლარზე ნაკლები არაა. 10 ლარი ღირსო რეგლი კობახიძე ამბობს 9 კილო ხორციო. გადასახადებია ზამთარში გაზია, დენია. ხორცი როგორ იყიდი? წამალია. ვერ იყიდი. განაცხადა რეგლი კობახიძე ბათუმში რომ 10 ლარი ღირსო რბილი ხორციო 9 კილო ან საქონლის ან ღორის ხორციო. რას ფიქრობთ ამაზე? არაფერს, ჩემთვის საქონლის ხორცი ღირს 40 ლარამდე ეტყობა კობახიძესთვის საერთოდ უფასო არის და სხვანაირად ვერაფერს ვერ ვითვლი. ანუ გვატყუებს. რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის. რაში სჭირდება მას ეს თქვენ? არაფერი, ხალხის თვალით მოტყუება, თორე მეტი არაფერი. გაქვთ იმედი რომ ისე შეიცვლება პროდუქტების ფასები? რატომ აი მუშაობს ეგრეთ წოდებული ფასების კომისია პარლამენტში? სულ ტყუილაღებულობენ ხელფას მაგაც. რატომ? იმიტომ რომ არაფერი აზრი არ აქვს და შედეგი არანაირი არ იქნება, მე ასე ვარ დარწმუნებული. თქვენ ალბათ ხშირად ახერხებთ ხორცის შეძენას და რა ფასი? ძალიან იშვიათად. ანუ ფასის გამო ვერ ყიდულობ სიძვირის გამო? არ მეტებია, არ ვიცი. რატო? ძვირია და ამიტომ? ძვირია, არა 40 ლარი. 10 ლარი ღირსო რეგლი კობახიძე ამბობდა გუშინ 9 კილო ხორცი. ბაზარში არ გადის. ბაზარში არ გადის. 10 ლარად გაყიდინებთ 9 კილო ღორის ხორცს ან საქონლის ხორცსო, რბილ ხორცსო. ადარიო, ადა. ანუ რა გამოდის გვატყუებს? 10 ლარად არ გვინდა, არა. 20 ლარად გვაყიდიოს. მე არსად არ შემხვედრია 10 ლარად 9 კილო ხორცი და რასაც 10 ლარად იყიდიან, მაგას ვერც ბავშვებს ვაჭმევთ და ბავშვებს კი არა ცხოველებსაც ვერ აჭმევ ისეთი ხორცია. გაყინული რაღაცა საზიზღრობა, ხორცი საერთოდ არ არის 10 ლარი. ანუ გაყინულ ხორცს გულისხმობს, ხო? გაყინულიც არ არის, აი არ ვიცი, უბრალოდ შიგნით რა არის ვერ მიხვდები. რას ეტყოდით ირაკლი კობახიძეს? რა ვიცი, თუ სადმე იქნება 10 ლარად სიამოვნებით შევიძენთ და იქნება მიგვითითო სად არის კარგი ჯანსაღი ხორცი, რასაც ბავშვებს შევაჭმევთ. ხო, აი თქვენ როდის იყიდეთ ბოლოს ხორცს და რა გადაიხადეთ? ხორცი ვიყიდე დაახლოებით 2-3 დღის წინ ალბათ და გადავიხადა 38 ლარი. კატასტროფა უბრალოდ ფასები დღევანდელ ბაზარზე და მაღაზიებშიც. იზრდება ეს ფასები თქვენ დაკვირვებით თუ მცირდება? თქვენ შეხვდით ეგრევე კომისია, ფასების კომისია. ყველაფერი იზრდება აბსოლუტურად. წამლებით დაწყებული, პროდუქტი დამთავრებული, სულ ყველაფერი არის გაორმაგებული და გასამაგრებელი. ჯადოსნური ჯოხი არ გვაქვს ჩვენ, ნინო წილოსანი ამბობს ამ კომისიის წევრი ეგრეთ წოდებული ფასების. გაძურების დროს აქვს ჯადოსნური ჯოხი და როცა გაიაფება საჭირო, მაშინ სადგარგავენ. აი ეგ მაინტერესებს. რა გამოდის, რაზე ზრუნავს ოცნება და ივანიშვილი თქვენი აზრით? ამბობენ ბიზნესეო და ალბათ ბიზნესში ხალხზე არა აზრუნა ყოველ შემთხვევაში.
ჩვეულებრივი მოქალაქე ვერ ახერხებს ჯანსაღი და ნორმალური პროდუქტის შეძენას. შეიძლება რომ გაგისაუბროთ ხორცის ფასთან დაკავშირებით გვაინტერესებდა. ერეკლი კობახიძე ამბობს, რომ 10 ლარი ღირს 9 კილო, როგორც საქონლის ხორცი, ასევე ღორის ხორცი. ასეა? ტყუილია მაგია ტყუილი ძალიან 30 და 20 ჯვირია ძალიან ბოლოს ვიყიდე ერთი თვე იქნება ერთი თვის წინ ვიყიდე გადავიხადე 30 ლარი 32 ხშირად ახერხებთ ხორცის შეძენას? ისე რეტკა ძალიან იმიტომ რომ ძვირია? ჯვირია აბა რატომ ამბობს თქვენი აზრით ირაკლი კობახიძე რომ 10 ლარი ღირს 9 კილო? ასე ჭირდება მაგას საბა ერთი წამოდი ადრე ნანული მაცაც თქვა 8 ლარი უნდა იყოსო ადამიანსო ვიდან თქვენდიო ნანული შევარდნაძე? ხო გაიაფთა ისე რამ პროდუქტის ფასები თქვენ ნაკურებით? ესკა ძალიან სასადილო ვაგერ რო შეხვიდე 20 ლარი და იგი უნდა ერთი კერძი რო წამატო 20 ლარი პური ცალკეო მოსახურება ცალკე ანუ აღარებს ვერაფერს ვერ შეჭამ ხო ძალიან ეხლა რა მე ასე არ ყიდულობ და არ ვიცი ირაკლი საიდან მოიტანა შეიძლება თავიანთ მაღაზიებში არის მასე 10 ლარი და აი ჩვენს მაღაზიებში ახლა რო გავიდეთ ხო 35-30 ლარია გაქვთ ისე იმედი რომ გაიაფთება პროდუქტები აი შეგდილია კომისია პარლამენტში მაგრამ ბოლოს გითხრა წილოსალმა რომ ჯადოსნური ჯოხი არ გვაქვს ჩვენო იმ კომისიაში ისინი რო არიან დღეს ვინც არიან ხო ეს მდიდარი ხალხი შეიძლება გაიაფთეს მაგრამ მე იმათი იმედი არ მაქვს დღეს ვინც არის კომისიაში ან რას გულისხმობ მილიონერ დეპუტატებს რომლებიც იქ არიან მილიონერი დეპუტატი არ უნდა იყოს კომისიაში მე ასე ვთვლი ასეთი კომისია ამ შემადგენლობით არ ეზრუნებს იმისთვის რომ ფასები არავითარ გაიაფთეს შემთხვევაში არ იზრუნებს მოსახლეობაზე არ იზრუნება დანარჩენი ისინი მარტო ზრუნავენ თავიანთ თავზე მე ასე მესმის ასე ვხედავ მაგრამ იმედი მაქვს რომ გამოასწორებენ 30 ლარი მივეცი ბავშვიჩვინა მეზობელს ნისიად გამოვართვის საქონლის ხორცს ახლა პენსიას რო ვიღებ 100 ლარი მას უნდა მივიღო 90 30-ად გაყიდე მეზობელმა დაკლა ცოცხალი ისა და 30 ლარში გაყიდე 3 კილო ავიღე ბავშვიჩვინა ვარაიებდე კი არიებდება მძვირდება მგზავრობა გამძვირდა რა გაიებდება რა კიღა მოიმატებს აღარაფერი გაიებდება მაგრამ პენსიონერებს ხო უნდა მოუმატონ პენსიას არ გვიმატებენ და სულსაც უმატებენ რატომ ამბობს თქვენი აი მაგალითად 400 ლარი პენსიონერმა როდის იყიდა ხორცი აღარ აქვს პენსია არის საჭირო რომ პენსიონერმა ხორციც იყიდოს შოკოლადიც იყიდოს და რამე იყიდოს ისეთი რაც მოუნდა სამთაში ისა მქონდა გამათბობელი ჩართული და 70 ლარს რო ის დაწეს რაღა დამჩება იქა დენია გადასახდელი მე იქ ცოტა პური ხო გინდა იქ შვილიშვილს რაღაცა უყიდო რიჩი პრემიერია ჩვენთვიდან არც მინისტრი და არავინ არ არის ყველა თავი ჯიბეს ისკელებ ივანიშვილს რაღა გასკელება უნდა ისედაც ბევრი აქვს და ხალხი დაეხმაროს ეგრე შეპირდა ხალხს რომ 3000 ლარი უნდა ეჩუქებინა ხალხი გაჩერია სადიმაში კი მარკეტებში არის არის მარკეტებში არის აქციები არის ან გაყენულ ხორცს გულისხმობ ხო გაყენულზე აბა რა ვიცი სხვა არ ვიცი სხვა არ ვინახია ხო არ თქვენ ყიდულობთ ამ ფასად ხო იშვიათად რატომ არ ყიდულობთ თქვენ ამ ახალი ახალი ხორცი ვიშოვე ახალი ხორცი რა ჯდება ახალი ხორცი ახლა გაზვირდა რა ღირს ახლა ღირს 39-38-40 გააჩერია სადყიდულობ მარკეტში მაღაზიაში თუ სად გააჩერია თქვენ როდის იყიდეთ ბოლოს რა გადაიხადეთ ბოლოს ვიყიდე საკოლმეურნეო რა ქვია ნუ ბაზარში აგრარულ ბაზარში აგრარულ ბაზარში და გადავიხადე კილოში 28 ლარი ოღონდ ზულიაში 9 კილო ხორცი 10 ლარი 10 ლარი არ მგონი ახლა ჯერჯერობით არ მგონი რომ ასეთი იაფი თქვენ როდის იყიდეთ ბოლოს ხორცი და რა დაგიძდათ თუ გახსოვთ ვიყიდეთ 1-2-3 დღის წინ და რა გადაიხადეთ 29 ლარი ეს ბილ ხორცი ხო ხო შეიძლება სადმე იყიდიან მაგრამ მე არ შევხვედრია ასეთი კარგი იაფთება ისე რა რომელიმე საკვები პროდუქტის ფასები არის გაიაფებული მეგონი არაფერი არა ყველაფერი უფრო ძვირდება გაქვთ იმედი რომ გაიაფთება რახან მუშაობს ეგრეთ წოდებული ფასების კომისია პარლამენტში მილიონერი დეპუტატების შემადგენლობით მოიცა მაგინი მუშაობენ მაგრამ ფასები იწევს შეუძლიათ დააკვირდენ კარგად
თანაც გამადიდებელი შუშით თუ რა ღირს და 10 ლარში შევიძეთ ალბათ მეოთხედის მეოთხეც დღესდღეობით. ანუ გვატყუებს მთავრობა? არ ვიცი. ან ჩვენ გვატყუებს ან თავსით ყუებენ. წილოსალმა გითხრა შემდეგ დეპუტატმა, რომ ჯადოსნური ჯოხი არ გვაქვსო ჩვენ, რომ გავაიაფოთ პროდუქტებიო. ასე ცხოვრება ჯადოსნური ჯოხი არავის არ გვაქვს, მაგრამ სიტყვის შესრულება არის ყველაზე დიდი ჯადოსნური ჯოხი. ძალიან ძვირია ხორცი. 10 ლარი ღირსო რეგლი კობახიძე ამბობდა გუშინ ბათუმში, 9 კილო რბილი ხორციო, საქონლის ან ღორის ხორცი 10 ლარი ღირსო. კილო? 9 კილო. 9. ანუ კილო 20 ლარი გამოდის. ხო. არის 20 ლარად ხორცი? არ ვიცი, არა. Нет, я нигде не видела, что. არ გინახავთ ხო არცად? არ ვიცი. მე მაგათა 20 ლარს ვიხდები. იაფთება რამე? არაფერი. გავხსნით რომ გაიაფთება საკუთარ პროდუქტის ფასები. არ მგონია. ნორმალური ხორცი 40 ლარი ღირს. რას ნიშნავს ეს როცა პრემიერ-მინისტრი ამბობს რომ აი 10 ლარი ღირს 9 კილო არ ვიცი, რბილი ხორცი. ხორცები, ალბათ თვითონ ვიღაცას ხო ამართავს ალბათ ვიღაცას. რა ქნას ახლა იმან და სამსახურში არის და უნდა ილაპარაკოს და ახლა მართა რომ გამოვიდეს და თქვას რომ 40 ლარი ღირს და მაშინ ეთქვია რა ხდება. მთლიანად სისტემა შესაძლებელია. მთლიანად რა ვიცი გასაკონტროლებელია, გასახსნელია ფაბრიკები, რაღაცა გასახსნელია. მთავრობის არაფერი არ არის. გაზრდილია ეკონომიკა იზრდებაო მთავრობა. არ იზრდება არაფერი. ბავშვებისთვის ვერ ყიდულობენ, ხალხი ვერ ყიდულობს. დაჟე იმას რაღაც მსხაოს ვარს მე როდესაც არის ყურძენს 20 ლარი მალინა ღირს და ასე შემდეგ. ხილი განსაკუთრებით ხილი განსაკუთრებით ბავშვებმა ხომ დაჭამოს, ჩვენი ბავშვები ვერ ჭამენ, კაი ხილს ვერ ჭამენ. გაიფო 40 ლარი. გვატყუებს ირაკლი კობახიძე? რა სჭირდება ეს ტყუილი თქვენი აზრით? რა ვიცი, რა სჭირდება. გაიაფთა თუ არა ბოლო პერიოდში რომელიმე საკვები პროდუქტის ფასი? გაიზარდა ეკონომიკური მდგომარეობაა ირაკლი კობახიძე ამას 10%-იანი ზრდა გვაქვსო? ჩვენ არ გვეთყობა, არ ვიცი.